მშვიდობის ზურფაცო ტელემაყურებლებო, დღეს შაბათია, საღამოს 8 საათი. მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ, ტელეკომპანია პლუსის ჟურნალისტი. გადაცემა ანალიზის დროის ავტორი და წამყვანი. დღეს გვაქვს სპეციალური გამოშვება, სპეციალური ეთერი. და დღეს სტუმრად გვყავს მოწვეული ბატონი გია სულოქველიძე, რომელიც გახლავთ ექიმი, ფსიქოთერაპევტი, ძალიან ცნობილი თავის საქმიანობაში და ასევე ამავდროულად გახლავთ TV Plus-ის კრეატიული პროდიუსერიც. მინდა უკვე მოგესალმოთ ბატონო გია და მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში მობრძანებისა და ჩემს გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა. ბატონო კოტე, მე ყოველთვის ვამაყობ თქვენთან ყოფნით, იმიტომ რომ დიდი ხანია გიცნობ და თქვენი ახალგაზრდა ბრძანდებით, რომელიც ზეჭამუკივით უცბად იზრდებით. არა მარტო ფიზიკურად, მორალურადაც და კრეატიული ბრძანდებით თვითონ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის თქვენი ინიციატივით. დიახ. და მინდა რომ შეკითხვები დამისვათ და იმ შეკითხვებზე მაქსიმალურად გიპასუხებთ. კი ბატონო, მაშინ მე დღევანდელ გადაცემას გახსნილად ვაცხადებ. ძალიან საინტერესო და ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო რამ მოხდა და სასიხარულო რამ მოხდა TV Plus-ში. TV Plus-მა მოიპოვა მარეგულირებელი კომისიისგან ავტორი ნებართვა, რომ ჩვენ გავუშვათ როგორც ფილმები, ასევე გადაცემები და სხვადასხვა პროდუქცია ტელევიზიის მეშვეობით, ტელეეთერის მეშვეობით ინგლისურ და რუსულ ენებზე. ეს ძალიან ცოტა ტელევიზია თუ იღებს ამ ლიცენზიას. ეს არის არქივ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მე პირველი ვისაც გაეხარდება ეს ამბავი, ეს იქნება ჩვენ ვისანაც გვაქვს ხელშეკრულება დადებული ყირიმში ბატონ ოდისეი ფიფიასთან და მე გამეხარდება თუ ჩვენ გავხსნით ამ ეთერს რუსულენოვან, ანუ მისი ინფორმაცია, რომელიც არის გადმოცემული, ეს ეხება წმინდა ნინოს დაბადების დღეს, მის წმინდა შემოსვლას საქართველოში, რუსეთშიც როგორ არის წმინდა ნინო აღიარებული და მას აქვს სიუჟეტი და მე ვთხოვ რომ გამოგიგზავნოს. ანუ პირველი გავხსნათ ჩვენ რუსულენოვანი. მაგრამ გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება ინგლისურენოვანიც და ეს ორი ენა არის წამყვანი დღეს მსოფლიოში, თავისი რაოდენობით. ინგლისური ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ენა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, რუსული ენა არის ჩვენი სამეზობლო პოლიტიკის ენა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ენა, რომელიც გარშემოც ჩვენს გარშემო არის ეს ქვეყნები, ამიტომ ეს ორივე ენა წამყვანია და მნიშვნელოვანია. ეხლა რა იმალება ამ ორი ენის განსაკუთრებული პრიორიტეტით. ეს არის ის, რომ ჩვენ კომუნიკაცია გვექნება და დაემატება ჩვენს მაყურებლებს რუსულენოვანი აქ ჩვენთან ტოლერანტული ქვეყანაა. ანუ რუსები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები, სომხები, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, საქართველოში არის მაუწყებლობას უყურებს, მაგრამ ვერ გებულობენ. ამიტომ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ მაყურებლების რაოდენობა გაგვეცდება. ეს არის ზუსტად ის სტრატეგია, რომელიც ხელმძღვანელობამ მოიპოვა და ძალიან მნიშვნელოვანია. არაფერი რო არ ვთქვათ ინგლისურენოვანზე. იმიტომ რომ ინგლისურენოვანი ეს არის საგარეო პოლიტიკა, რომელიც პირველი ჩემი შემოსვლით ამ ტელევიზიაში ეგ იყო, რომ ძირითადად უნდა მიმეხედა საგარეო პოლიტიკისათვის. ანუ იმიჯის გაზრდისათვის. ეხლა მაქვს კარგი ურთიერთობა ამერიკის დიასპორასთან, ძირითადად უცხოელები ვინც არიან. ძირითადად ხმარობენ ინგლისურ ენას, ეს არის იტალიაში თუ საბერძნეთში თუ სხვადასხვა ქვეყნებში, ამიტომ დღევანდელი დღე შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ დღედ, როდესაც ჩვენ ამ განცხადებას ვაკეთებთ თქვენი სახით. მე მიხარია რომ პირველი გადაცემა, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ და გავამჟღავნეთ ყირიმთან ურთიერთობა, ეს იყო თქვენი პირველი დებიუტი ამ ურთიერთობაში. იმედი გვაქვს რომ ჩვენი მაყურებელი ნახავენ ვისთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა ყირიმში, რითი დავიწყეთ. ეს იქნება მოლოცვა წმინდა ნინოსი, ანუ წმინდა ნინო შემოვიდა არამედ საქართველოში, არამედ ჩვენ ტელევიზიაშიც, შეიძლება ასე ვთქვათ და ფეხბედნიერი ყოფილიყოს მისი შემოსვლა, ოღონდ რუსულენოვანი კუთხით. ასე რომ მადლობის მეტი არაფერი არ დამჩენია
ბატონო კოტე. დანარჩენი უკვე მაყურებელი განსჯის. ჩვენ რამდენად სწორი სტრატეგია აქვს, მაგრამ მე მგონი ტელევიზიის მნიშვნელობა არის მისი მაყურებლების რაოდენობა. იმედი მაქვს, რომ პირველივე ეს გაჟღერდება, ჩვენ ამ ტელევიზიას ვნახავენ თითოეულ ყურემში, წარმოიდგინეთ რამდენი დაგვემატება ჩვენ მაყურებელი. გესმით, ეს რამხელა ამბავია. იმიტომ დღეს ხვალ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და დიპლომატიური ურთიერთობა იქნება რუსეთთან, ამას ვერ გავექცევით ახლა. მტერია თუ მოყვარია ეს სხვა თემაა, მაგრამ მე საბოლოო ჯამში გერმანელები რუსებს დაუმეგობრ და იაპონია ამერიკას და ეს ყველაფერი ხდება. დრო მერე წაშლის ხოლმე წასულს შეცდომებს და ჩვენი სტრატეგია ზუსტად ეს არის, ცოტა სამი ნაბიჯი წინ გავიხედოთ, როგორც კარგი მოჭადრაკეები. ჩემი აზრით ბატონო გია, ასე ვთქვათ, წარსულს არ უნდა ვეღაუჭებოდეთ და დამეთანხმებით უნდა ვიყუროთ და ვიაროთ წინ და წინ. აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, გამოცდილება წარსულიდან, შეცდომებზე ვსწავლობთ ყველანი. შეცდომებზე ვსწავლობთ და ქართველებისაც არის სხვის შეცდომებზე კი არ ვსწავლობთ, ჩვენ ვსწავლობთ ჩვენ შეცდომებზე. კი ბატონო. ასეა და მთავარია რომ ტელევიზია არის ძლიერი, ძალიან მონოლითური, ბევრი შიგნი ხდება რაღაცეები, მოძრაობები, გადანაწილება, ყველაფერი დროში ესა, მაგრამ ეს ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ ჩვენი ტანდემი რაც არის, ახლა მე თქვენთან შეხუმრებული ვარ. ჩვენი ძველი მეგობრობით და მიხარია რომ პირველივე დაძახებისთანავე ჩვენ ერთად ვჯდებით, ვიაზრებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, რომ ეს იყოს ტელევიზიისთვის სასარგებლო. დიდი მადლობა ბატონო კოტე ამ მოულოდნელი საინტერესო შემოთავაზებისათვის. ბატონო გია, თქვენ ჩემ Facebook-ს ადევნებთ ხოლმე თვალს ძალიან ხშირად, თქვენ ფიქსირდებით ჩემ Facebook-ის პროფილის მნახველთა სტუმრების ბაზაში და მინდა ვთქვა ასეთი რამე, რომ თქვენ იცით არ ვაპირებ მეორე დამის თქმას, მაგრამ მაყურებელს ვეთქვი, რომ TV+-ი ორშაბათიდან ექნება უკვე საკუთარი ვებგვერდი, საკუთარი საიტი, რომელიც უკვე დამუშავდა ყველანაირად, გაეშვა სტრიმი, იქნება სტრიმი პირდაპირ გვერდზე, ანუ ისე გავაკეთე, მე პირადად მეავაწყო ეს გვერდი, ჩემ თავზე ავიღე ამ გვერდის აწყობა და ორშაბათიდან უკვე სრულად იხილავს მაყურებელი Facebook და YouTube არხების გარდა უკვე შეიძლება შევიდეს ვებგვერდზე. და ვებგვერდის მისამართი თუ რა იქნება, ამას უკვე შემდეგ გადაცემაში ორშაბათს გავაჟღერებ, ორშაბათის ეთერში, ანუ ზეგინდელ ეთერში და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მე ამ საიტის ამუშავებას ვფიქრობ უკვე კიდევ დამატებით ზუსტად იმენებზე რაენების ავტორიზაციას მოვიპოვეთ. ძალიან კარგი ეს მე მგონი დასაწყისია. მე თუ ჩვენ ავტორიტეტს მოიპოვეთ ავტორიტეტს ევროპაში კიდე ჩემთვის სათაყვანებელია ეს ფრანგულენოვანი ქვეყნები, ფრანგულ ენას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ალბათ ნელ-ნელა ასე თანდათანობით გაგვიმრავლდება ეს მაყურებლები და ეს არის ჩვენი დამსახურება. ტელევიზია რა არის? ეს არის მოულოდნელობა, ეფექტები, ის თქვენი გადაცემები, რომელიც გაქვთ საოცარი თბილი გადაცემები, ცალკე კომპლიმენტის თემაა, ისეთ რაღაცებს აკეთებთ, რომ ეს უცხოეთში რო წავა, ნამდვილად მოიპოვებს დიდ დამსახურებას და მთავარია რომ ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ და ასეთი ტანდემებით, მაგალითად მე და თქვენ კიდე სხვა შემოგვემატებიან კიდე ძალიან ბევრი და ერთ საქმეს ვაკეთებთ. იმიტომ რომ ჩვენ გვყავს კარგი ხელმძღვანელი ბატონი კახა ხურციძე, ამას ვერ დაუკარგავთ ამ მის ღირსებას, რომ ის გვაძლევს სულ თავისუფლებას ჩვენ ურთიერთობაში, იმიტომ მე ბევრ ტელევიზიას რა მქონდა რაღაც ურთიერთობა, ყველა ერევა თავის პოლიტიკაში. ჩვენთან პოლიტიკა არ არის, ჩვენთან არის ნიჭის გამომზიურება. და მეგობრობა და ძმაკაცობა. ეს არის ბოლომდე. აქ ვართ ცოტა მკაცრად, დასაწყისში ესეთი მობილიზებული და ამის მერე ვართ მეგობრები და მერე ჩვეულებრივი. როგორც იტყვიან, სამსახურია და ძმაკაცობა და მეგობრობა ქუჩაში და სახლში. აუცილებლად შემოგარგო. მაგრამ ბატონ კახაზე მე შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, თქვენ გამიგებთ, ბატონი კახა არის ის, რაც უნდა იყოს, ადამიანი. იცოცხლე. ასეა შეფასება, ჩემი მხრიდან შეფასება როგორც ის არის, რაც უნდა იყოს. როგორც პროფესიონალი, თქვენთვის როგორც ადამიანი და ეს ორი შეჯერებული აქვს მას და ამიტომაც არის წარმატებები. ფაქტობრივად ნოლიდან დაიწყო, იდეებით დაიწყო და ყველაფერი განახორციელა. მოიზიდა ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან ერთგულები და როდესაც საქმეში არის ერთგულება, მერე ყველაფერი მოდის სიკეთე.
როცა საქმეში ერთგულება თქვენ თქვენს არ იყოს ბატონო გია და როდესაც გვერდში დგომა იქვე ვერავინ შეგაჩერებს. რასაკვირველია. ვერც ადამიანი შეგაჩერებს და ვერც საქმით დაგხევს უკან. იცოცხლე. ბატონო გია ერთი კითხვა მაქვს კიდე მე თქვენთან. როდის აპირებთ რომ დაუკავშირდეთ თქვენ ბატონ ოდისეის და როდის ფიქრობთ რომ ის გადმოგიგზავნის ჩვენ წმინდა ნინოს მასალას ამ დროს? ჩვენი ურთიერთობით იცით რომ მე ვარ ოპერატიული. ძალიან ოპერატიული. იდეა დაიბადება თუ არა და ეს გატარდება ჩემ გულში და ჩემს გრძნობებში, იმ წუთას მე ვეცდები რომ დღესვე გადმოაგზავნინო მას ეს ინფორმაცია და რაც შეიძლება მალე გავუშვათ. დღეს არის შაბათი. დიახ. ბატონი ოდისეი ყოველთვის მუშაობს და ყოველთვის ოფისია. ყოველთვის მიუწვდება ხელი კომპიუტერთან და მესენჯერთან. ჩემ თავსაც რო გამყავს საქმეში. თქვენ შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მომენტში დიდი საათობრივი განსხვავება არ არის ჩვენ სატაყირიმ შორის მაქსიმუმ 1 საათი, 9 საათი. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ბატონ ოდისეი უბრალოდ მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში გადმოგიგზავნოთ და ჩვენ კიდევ თუ დაუშვათ დღეს გადმოგზავნა შეგვიძლია უკვე ხვალ გავუშვათ ეს წმინდანინოს ამ უდიდესი წმინდანის ფილმი. ჩვენი მაყურებელი მიხვდება რამდენად ჩვენ მარტო სიტყვას მოყვება საქმე. ამიტომ ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ და დღესვე მე მგონი მოაბამთ ამას თავს. ანუ პირველი არის ოპერატიულობა. რომ მაყურებელმა არ თქვას, ამათმა გაწელეს ყველაფერი ის. არა. სიტყვა, საქმე, იმიტომ რომ იქ გველოდებიან. თქვენ არ იცით ახლა კიდე ერთ-ერთმა თანამშრომელმა იქიდან ოდისეის თანამშრომელმა ხელოვანმა დღეს მომწერა რას აკეთებთ როგორ ისე ჩამეხუტა მინდა ჩამოსვლა ყველაფერი აქ საქართველოში მუშაობდა და ამაზე დიდი სიტყვა არ არსებობს რა ესე იგი ჩამომირაკრაკა ის საოცარი ადამიანები რომელთაც მე ძალიან კარგად ვიცნობდი ძალიან ბევრი წასულია და პირდაპირი კონტაქტი და ერთადერთი ვინც დარჩა ეს ნანი ბრეგვაძეა რომელიც ახლა იმ პერადაშია და მე ნანის ძალიან კარგად ვიცნობ მაგ ამის უფლება თქვა მეგობრობრივ მამამისთან ნანისთანაც და ასე რომ ის ალბათ ნანისთანაც მოგვიწევს ჩვენ შეიძლება ინტერვიუს გაკეთება ჩემთვის დიდი პატივი იქნება და მე ეს მინდა რომ გავაკეთო ეს უნდა გავაკეთოთ იმიტომ რომ იმას გავახარებთ ჩვენ ქართული ესტრადის დედოფალი კი ბატონო ეს არის უბერებელი დედოფალი ანუ ეს ჩვენი საუბარი რაც არის რაღაც ახალ-ახალი მოაქვს და იმიტომ სიამოვნებთ თქვენთან ეს ურთიერთობა რომ კარგ ტოპკას მაწვდით და ჩაგდება ყოველთვის ადვილია. ახლა მინდა შევეხო ჩინეთის ჩინეთთან ურთიერთობის დაწყებას, რომელსაც ჩვენ ძალიან მალე ვაპირებთ. და გვაქვს ასე ვთქვათ, ქვეყნების ბჭყალებში, ქვეყნების სიაში ჩინეთიც მოხსენიებული. ჩინეთთან ჩვენ კარგი გამახსენე. ჩვენ არ ვიცი ახლა ჩინური ის როგორ შემოვიტანოთ, მაგრამ შეიძლება ჩინეთთანაც გქონდეს ურთიერთობა, ეს შევინახოთ ჩაროზად, ხო? ყოველ შემთხვევაში, ეგეც როგორც ჩვენი პარტნიორი, ეგეც რეზერვში იქნება, ანუ ჩინეთის კულტურა, ჩინეთთან ურთიერთობა, საელჩოსთან ესენი ყველაფერი ამას დავალაგეთ, მაგრამ პირველი რაც ჩვენ ვისთანაც გავაფორმეთ მემორანდუმი, ეს არის ყირიმის თემა, რომ ეს იყოს გადამდები, მე ვთქვათ ამერიკაში ან რომელიმე ინგლისურენოვან ქვეყანაში, რომ ეს ჩვენ ორი რა ლიცენზიაც მოიპოვეთ, ის ლიცენზია გავამართლოთ. და დანარჩენი მე ჩინეთით შემოვა, ყველაფერი შემოვა, თავარია რომ ჩვენ ვიყოთ. ერთმანეთის გვჯეროდეთ და ერთმანეთს უერთგულოს. ბატონო გია, ამ წინა ეთერში რომ ყავდით სტუმრად იმ დროს არ მithქვავს, იმიტომ არა, გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ არ მithქვავს, დავტოვე სიურპრიზად და ასე ვთქვათ, დროებით დავადე გრიფი. ახლა კი მინდა გითხრათ, ჩინეთთან ურთიერთობის ფარგლებში მე როგორც ჟურნალისტს შემიძლია ჩინეთში როდესაც ჩვენ ჩავალთ დელეგაცია შემიძლია ამ ფარგლებში, ამ სტუმრობის ფარგლებში ძალიან წარმატებულ, ძალიან კეთილ და მსოფლიოში ნომერ პირველ ადამიანთან ნომერ პირველი ბევრია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩინელთან გავაკეთოთ სრული ინტერვიუ. ალბათ ყველას აინტერესებს ის ის პირველი. არა. მე მაგალითად ინტრიგაში ვარ ახლა, იმიტომ რომ პირველები არიან პოლიტიკაში. არა, ამ შემთხვევაში კინოში. წესით უნდა მივხვდეთ. ვერ ხვდები. კინოვარსკვლავი. ვინ?
ჯეკი კარგი რა. ეს ვარსკვლავი კი არ არის, მზე არის. ჯეკი ჩანი ეს რას ამბობს? ეს არის უთვილესი ადამიანი, რომელიც სიამოვნებით დაგვთავდება ჩვენ და აქ მოვიწევთ პირველი ჩვენი ტელეს. დიდი სიურპრიზი იყო თქვენ. გარკვეული პროცენტულობით მე მოგვარებული მაქვს უკვე ეს თემა. ბატონ თემურ მამისაშვილთან, რომელიც არის მსახიობი, მუშაობს მასთან, არის კასკადიორი. და როგორც ბატონ ჩემთვის თემა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვარ მასთან და ის ნამყოფია ჩემთან სახლში და ჩავწერე კიდეც თემურ მამისაშვილი, როდესაც ამ გადაცემას ჰქონდა პოდკასტის სახე. და როგორც თემურმა ჩემ გადაცემაში თქვა, ჯეკი ჩანი ჩვენ გვეძახის ჩინურად ჩენჯაბან, რომელიც ნიშნავს ჩანის ოჯახს. მე ჩემდა თავად შემიძლია გარანტია მოგცეთ სრულფასოვანი, რომ აქედან აქ ჩინეთის საელჩო ოფიციალურად და იქ ჩვენი ელჩი საქართველოში ჩემთან ახლოს არიან, ამიტომ ჩვენ ამ ოფიციალური გზითაც გავაკეთებთ. ამას ყველა ერთია თქვენი, ესე იგი, არასამთავრობო ორგანიზაციიდან თქვენი და მეორე თუ გავამყარებთ ამას, ეს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ პოლიტიკაა ეს მაინც ურთიერთობის ამბავი. ჩანი ახლა გინდაც არ გინდა პოლიტიკოსია, იმითი რომ მისი ავტორიტეტი ძალიან დიდია. ამიტომ ამათვისაც იქნება ეს ძალიან. და დაგვაუწყდეს რომ ის არის ასევე პლუს სამსახიობო კარიერასთან ერთად და მსახიობთან ერთად გაეროს მშვიდობის ელჩი ჩინეთში. ამიტომ უნდა ვიჩქაროთ ახლა ჩემო კარგო. როგორც ანჯელინა ჯოლი. ვიჩქაროთ. მე მზათა ვარ. გავყვეთ ამ ხაზს. ეს ერთი მეორეს არ უშლის. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჯეკის უბრალოდ ერთი გამოჩენა აქა ჩვენ ტელევიზიას მთლიანად ესე იგი შესulis. თავდაყირა დააყენებს. მთლიანად და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს არის ეს ადამიანი, რომელიც მიღებულია მსოფლიოში. უკეთესობილი ყველა თითოეულ ქვეყანაში. მისტერ პოზიტივი. და ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები ბატონ თემურს მოვიკითხავ აქედან და პატარა თხოვნა მაქვს, რომ ეს ინტერნეტში დევს ეს ფილმი, სადაც ბატონი თემურიც მონაწილეობს აქტიურად. ამ ფილმში თუ ჩანან მხოლოდ ჯეკი ჩანი და თემურ მამისაშვილი, დაძდევენ როგორც კატა და თაგვი ერთმანეთს და ამ ფილმს ქვია ოპერაცია პანდა. ძალიან საინტერესო ფილმია, საბავშვო ფილმია, მაგრამ მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი box office მოიპოვა, დაჯდა 30 მილიონი და მოიგო 200 მილიონი აიღო და ძალიან დიდი მადლობელი დაგვრჩება ყველა მაყუთელი, ყველა ამ ტელევიზიის მაყურებელი და მე პირადად ჩემ თავზე ვიღებ, რომ ეს ფილმი მე მოვიტანო ტელევიზიაში და გავუშვათ. თავარია უფლება მოგცემ. ეს დევს ოფიციალურად საიტზე, მაგრამ მე მაინც დაველაპარაკებ თემურ მამისაშვილს. საიტი ერთია, ეს არის ისეთი თემა რა ფაქიზი თემა, საიტი ერთია, მაგრამ უფლება არის მეორე. ამიტომ ბატონ თემურის ჩვენ უთხრათ, რომ ოფიციალურად კონდეს ამის უფლება, გაშვების უფლება, იმიტომ რომ მე არ მოგვედავონ, ხოიცი ასეთ დიდ წარმატებას უყურებენ ხოლმე სხვა კუთხით. ხო, ბევრია ჩამზირებელი ახლა, რომელიც ჩვენი წინსვლა რომელ ტელევიზიას გაეხარდება, ხო, ეს არის კონკურენცია ჩვეულებრივ, მაგრამ ჩვენ არავის გაეხარდა, ჩვენ არავის ავლანძღავთ, არ ვაგინ ეს არის ჩვენი დამახასიათება, ჩვენ უბრალოდ ვაჩვენებთ ჩვენ სახეს. დანარჩენი მაყურებელს აქვს პულტი და გადართოს რომელზეც უნდა. რა თქმა უნდა. არ ვაძალებთ, რომ არ გადართო დარჩით არზე, როგორც ამბობენ ხოლმე. ხო, არა, ჩვენ არა. მოკლედ, ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი გამოსვლადია და ყველაფერი რეალურია, მთავარია ამას როგორ დაუდებ გულს, ასე ვთქვათ. და როგორ მოვკიდებ ხელს. ჩათვალე, რომ ეკონვეიერზეა უკვე თემა და ნელ-ნელა თანდათანობით და კონვეიერი და გამოვა გაღიმებული ჯეკი და თემური. და როგორც თემურ მამისაშვილს ჩემს ზაფხულში ჩაწერილ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ მე ბევრს ვესაუბრებ იმას საქართველოზე და ერთადერთი ქვეყანა, სადაც ის ნამყოფი არ არის. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ მასპინძლები უნდა ვიყოთ პირველი აეროპორტიდანვე ჩვენ უნდა წავიყვანოთ. იქ სადაც საჭიროა და სადაც გაეხარდება მას. და მე მგონი დღევანდელი შედგა ეთერი, ძალიან საინტერესო შედგა და მე საფრანგეთის თემაზეც უკვე გაქვთ შემოთავაზება, იცით და არ ვიტყვევ ეს განიმეტოროზე მაყურებლისთვის ეს არ იქნება საინტერესო, მაგრამ თქვენთვის ძალიან საინტერესოა
და მოდი გარკვეული თემები ისევ დავტოვოთ გრიფით საიდუმლოდ და უკვე დაგიბრუნდებით ორშაბათის ეთერში. სხვა სტუმართან ერთად ეს სპეციალური გადაცემა იყო დღევანდელი ეთერის. დღეს არ ვაპირებდი გადაცემის ჩაწერას, მაგრამ მოხდა ყველაფერი სპონტანურად. ბატონ გიასან ყველაფერს ვაკეთებ სპონტანურად და რატომღაც სპონტანურად ხდება ბატონ გიასან ინტერვიუ. კანონზომიერი სპონტანურობა. ზუსტად. და მე მადლობელი ვარ ბატონი გიასი, რომ ბატონი გია არის ჩემი მეგობარი დიდი ხნის, ჩემი შეგვიძლია უკვე უწოდო მას ძმაკაცი ჩემი, უფროსი მეგობარი, უფროსი ძმა და მადლობა, როდესაც ის ჩემ გადაცემაში იმყოფება, ყოველთვის იწყება რაღაც სიახლე და ბედნიერება ნუ მოგიშალოთ ღმერთმა თქვენ ოჯახთან ერთად. თქვენთან ერთად მიხარია რომ სწორ გზაზე დგეხარ, რაც თავია შემოქმედებითი გზაზე დგეხარ და შენი ეს აზროვნება არის მიმართული სწორად. აი ყოველ დღეურობაზე რაც არ არის, შენ ფიქრობ უფრო შორს ვარსკვლავებისკენ იყურები და ეს ვარსკვლავები ყოველთვის დაგიფარავენ და გაგანათებენ. და ვარსკვლავები არასოდეს არ უნდა მოწყვიტო თუ ის არ არის ბრილიანტი, მაგრამ რაც ბრწყინავს ყველაფერი ბრილიანტი არ არის. მოკლედ, ასე ვთქვათ, ამ ნოტაზე ვასრულებთ დღევანდელ გადაცემას ბატონ გიას ულაქველიძესთან ერთად, რომელიც არის სამედიცინო სფეროში ის წარმოადგენს ექიმ ფსიქოთერაპიას, არის ექიმ ფსიქოთერაპევტი, ძალიან წარმატებული, ძალიან ცნობილი თავის საქმეში. სულ ყველაფერს თავი დავანებოთ, ის არის ვანგას ცხონებული, ვანგას მეგობარი, ვანგას და მას ძალიან დიდი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და იგი არის ჩვენი ტელევიზიის კრეატიული პროდიუსერიც, საკმაოდ იდეალური იდეებით, ძალიან კარგი იდეებით და მადლობა ბატონ გიას გადაცემაში სტუმრობისა და მონაწილეობის, სტუდიაში სტუმრობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის და წინ სიახლეებისკენ და წინ უნდა წავიაროთ ყველამ. წარმატებები ტელეკომპანია პლუს, წარმატებები ჩვენ ყველას გუნდს და წარმატებები თქვენ ბატონო გია ჩემთან ერთად. გემშვიდობებით ორშაბათამდე, შევხვდებით ორშაბათს საღამოს 8 საათზე ტრადიციულად ახალ სტუმართან ერთად ახალი თემით დროებით. Спаси Господи. Господу молим сердцем всем. Господи помилуй, Господи помилуй, Господи помилуй.